საუკუნეების განმავლობაში ტყე ქართული სოფლის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი ეკონომიკური, ეკოლოგიური და კულტურული საყრდენი. ის უზრუნველყოფდა სოფელს სარწყავით, სამშენებლო მასალით, საკვებითა და მედიკამენტებით. ტყე იყო და რჩება სიცოცხლის წყაროდ, თუმცა გასული ათწლეულების განმავლობაში უნებართვო ჭრამ და არასწორმა მართვამ მნიშვნელოვნად დააზიანა ჩვენი ტყეები, რამაც გამოიწვია ეკოლოგიური პრობლემები და სოფლის მოსახლეობისთვის რესურსების შემცირება. დღეს, როდესაც გლობალური გამოწვევები, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა სულ უფრო აქტუალური ხდება, ტყე აღარ არის მხოლოდ რესურსი. ის ეკოსისტემის და სოფლის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის მდგრადი მართვა და ინტეგრაცია სოფლის მეურნეობაში ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს ქართული სოფლის აღორძინებისა და განვითარებისთვის. ტყის რესურსების მდგრადი მართვა. ეს არის კომპლექსური მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს ტყის ეკოსისტემების ისე გამოყენებას და დაცვას, რომ მათმა სარგებელმა არ დააზიანოს მომავალი თაობების ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური ინტერესები. ეს არ გულისხმობს ტყის გამოყენებაზე უარის თქმას, არამედ მის გონივრულ და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ მართვას. მისი ძირითადი პრინციპებია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების მართვა, ნიადაგის ეროზიის პრევენცია და ტყის ეკოსისტემის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისგან. ეკონომიკური სარგებელი. ხე-ტყის მოპოვება დასაშვები ნორმების ფარგლებში, ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი მოპოვება და გადამუშავება. სოციალური პასუხისმგებლობა. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ტყის მართვაში, დასაქმების შესაძლებლობების შექმნა, ტრადიციული ცოდნისა და უფლებების დაცვა. სერტიფიცირება. საერთაშორისო სერტიფიცირების სისტემების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროდუქცია მოპოვებულია პასუხისმგებლობით მართული ტყეებიდან. აგროტყემეურნეობა. ეს არის მიწის მართვის ინოვაციური და მდგრადი სისტემა, სადაც მცენარეები მიზანმიმართულად არის ინტეგრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწებთან ან მეცხოველეობის სისტემებთან. ხეები ამნიდრებენ ნიადაგს, ხელს უწყობენ წყლის შენარჩუნებას, ქმნიან მიკროკლიმატს, რაც დადებითად მოქმედებს მოსავალზე და მეცხოველეობაზე. თავის მხრივ ცხოველები და მცენარეები ხელს უწყობენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას. ერთი და იგივე მიწის ნაკვეთიდან მიიღება როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მაგალითად მარცვლეული, ბოსტნეული, რძე, ხორცი, ისე ტყის პროდუქტები, ხე-ტყე, ხილი, სოკო და თაფლი. საქართველოში აგროტყემეურნეობის ელემენტი ისტორიულად ყოველთვის არსებობდა. ჩვენი წინაპრები ინტუიციურად აერთებდნენ ხეებსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ტრადიციული თხილის, წაბლისა და კაკლის ბაღები, სადაც ბალახი საძოვებლად გამოიყენებოდა, აგროტყემეურნეობის შესანიშნავი მაგალითია. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი აგროტყემეურნეობა შესაძლოა ახალი იყოს, მისი პრინციპები ქართველი ფერმერებისთვის უცხო არ გახლავთ, თუმცა საჭიროა ამ პრაქტიკის სისტემატიზაცია, მეცნიერულ მიღწევებთან შერწყმა და ფართომასშტაბიანი დანერგვა. მიუხედავად ტრადიციული პრაქტიკისა, თანამედროვე სისტემატიზირებული აგროტყემეურნეობის შესახებ ცოდნა ფერმერებში ძალიან შეზღუდულია. მცენარეების დარგვა და მათი მოვლა საწყის ინვესტიციებს მოითხოვს, ხოლო სარგებელი ხშირად გრძელვადიანია, რაც შეიძლება ბარიერი იყოს მცირე ფერმერებისთვის. სპეციფიკური ცოდნა ხეების სწორი სახეობების შერჩევის, დარგვის ტექნიკის, მათი კულტურებთან და ცხოველებთან ინტეგრაციის შესახებ ხშირად არასაკმარისია. აგროტყემეურნეობის უზარმაზარი პოტენციალის სრულად ასათვისებლად ქართველ ფერმერებს სჭირდებათ თანამედროვე ცოდნა, ტექნიკური დახმარება და ფინანსური ხელშეწყობა. სწორედ აქ შემოდის კალო როგორც სანდო პარტნიორი და მხარდამჭერი. აგროტყემეურნეობა საქართველოსთვის არამხოლოდ ეკოლოგიურად გამართლებული, არამედ ეკონომიკური მომგებიანი მომავალია. ეს არის ინვესტიცია, რომელიც იცავს ჩვენს ბუნებრივ მემკვიდრეობას, ზრდის ფერმერების შემოსავალს და ხელს უწყობს სოფლის მდგრად განვითარებას. კალო მზად არის ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას და ერთად ავაშენოთ უფრო მწვანე, პროდუქტიული და წარმატებული ქართული სოფელი. ვიზრუნოთ მომავალზე ერთად.